სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. წმინდა წერილში, რომელიც ჩვენ ქრისტიანებს გამოცხადებით მოგვეცადა, რომლის უტყუარობაში თუ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და რომლის ყოველი სიტყვა ჩვენ გვაჩნია ჭეშმარიტებად და როგორც ღვთისმსხურიდან გამოსული. წმინდა წერილი მთელი თავის სისავსით, რა თქმა უნდა, ბოლომდე ჩვენს მიერ ვერ არის განცდილი და ვერც მიღებული. წმინდა წერილში არის ადგილები, რომელსაც საკუთარ თავს ნაკლებად განვუკუთვნებთ ხოლმე, რამე თუ გვეძნელება. გვეძნელება იმიტომ, რომ მართლაც რთულია ყოვლად ძლიერი ღმერთის საფარველ ქვეშ მყოფობას და შვიდ ცხოვრებას და უზრუნველად მყოფობას არ გულისხმობს, არამედ იგი ჩვენგან გულისხმობს სიმამაცეს, თავგანწირვას, არაფრად ჩაგდებას გარკვეული გაგებით, საკუთარი თავისა, საკუთარი კომფორტისა, საკუთარი ეგოისტური, ინდივიდუალური ბედნიერებისა, ამქვეყნიური ცხოვრებისა და სიცოცხლისა და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ეკლესიის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მრავალ ადამიანს და უმრავლესობას წმინდანებისა სწორედ ასე და ამგვარად უცხოვრია და ასევე ჩვენს დიდ წინაპრებს, ქართველებს, რომლებიც სწორედ ასე ცხოვრობდნენ და არასხვანაირად. იშვიათად ვნახავთ ზოგადად ეკლესიის ისტორიაში და რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიაში იმ წმინდანებს, რომლებსაც უზრუნველი ცხოვრება ჰქონდათ. ესეთი თითქმის არ არსებობს. თვით მეუდაბნოე მამები, რომელიც ღვაწლში იყვნენ და მათ ესე იგი რამე ესეთი ფიზიკური, თქვათ, რაღაც განსასწრელი და ფიზიკური პრობლემა როგორც ასეთი თქვათ, ან ომში მყოფობა ესეთი რამ არ ქონიათ, მაგრამ ისინი საკუთარ თავს ისეთ დღეში აგდებდნენ, ისეთ ღვაწლში იმყოფებოდნენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში მოწამეობრივ ღვაწლსაც კი ზოგჯერ აღემატებოდა. ასე რომ, თუ გადავხედავთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეკლესიის ისტორიას, დავინახავთ, რომ ასე არის და ეს წმინდა წერილის ამგვარი სიტყვები არის ის, რაც არის ქრისტიანობა. და ჩვენ როცა ჩვენ თავს განვაყენებთ ამ ყოველივესაგან, ეს რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ილუზიაა და რაღაც არასწორი ხედვები. აი დღეს არის ხსენება ქართველი მოწამეების, მათ შორის რაჟდენ პირველ მოწამის და მარაბდაში მოწყვეტილ მხედრების, მათ შორის 9 ძმა ხერხეულიძის, მათი დის, დედის. აი ერთი წამით უბრალოდ შეხედეთ, ეს ხო ძალიან დიდი ხნის წინათაც არ იყო, რაღაც 3 საუკუნის წინ იყო დაახლოებით, 3.5 საუკუნის წინ. აი შეხედეთ უბრალოდ ადამიანური თვალით, ყველას ოჯახები ყავს, ყველა ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. წარმოიდგინეთ 10 შვილი გაზარდა ამ ოჯახმა. ხო სიხარულია ეს თავისთავად ცხადია, კარგია, ხო? და უცებ ერთ დღეს 10-ვე შვილი კვდება ომში. და დედაც მათთან ერთად კვდება, სავარაუდოდ მამა ალბათ ადრე იყო გარდაცვლილი. ისინი მოწამეებად არიან შერაცხილი, იმიტომ რომ სამშობლოს დაცვა საქართველოში იყო ქრისტეს ეკლესიის და ქრისტეს დაცვა. ეს ყოველთვის გაცნობიერებული ქონდა ქართველ ადამიანს და ესე უყურებდა ის თავის ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არსებობენ ურწმუნოებიც, ყოველთვის მაშინაც არსებობენ მოღალატეებიც. ეს ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის, რასაც ჩვენი სამშობლო ერქვა, ჩვენი სამშობლო, რადგან დღევანდელ დღეს მოვიდა როგორც ქრისტიანული ქვეყანა, სადაც აი ჩვენ დგავართ ახლა 21 საუკუნეში და იმ ენას ვისმენთ და იმ ენაზე ღვთისმეტყველებთ გულში ყველანი, რომელ ენაზეც ღვთისმეტყველებდნენ და რომელ ენაზეც ღმერთს ელაპარაკებოდნენ 9 ძმა ხერხეულიძე და მათი და რაჟდენ პირველ მოწამე და ასე შემდეგ. ანუ ეს იგივე ენა, ზუსტად იგივე ესმოდათ. რა საოცრებაა, ხო ეს ენაც რო იგივეა და ჩვენ რო გვესმის, ეს ხო საოცრებაა. ზუსტად ასე ცხოვრობდნენ, ასე სწამდათ, ასე უხაროდათ, ასე ბედნიერობდნენ და როცა საქმეზე მიდგებოდა, თავს წირავდნენ. და ის რომ ჩვენ დღეს აქ დგავართ, კიდევ ვიმეორებ, ზუსტად იგივეს ვისმენთ, რასაც ისინი ისმენდნენ და გადარჩენის ცხონების, მარადიული სიცოცხლის, სასופველში დამკვიდრების, ქრისტესთან მარადიული ყოფობის, ღვთისმშობლობის იმედი გვაქვს. ეს როგორ ხდება ეს? ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ესეთი ადამიანები იყვნენ ჩვენი წინაპრები, არა უბრალოდ რელიგიური ადამიანები, არა უბრალოდ პატრიოტები, არამედ ქრისტესათვის მზაობა ჰქონდათ, მომკვდარიყვნენ, ისე რომ არც დაფიქრებულიყვნენ და თლიანად შეეწირათ საკუთარი თავი, მთელი ოჯახი, შვილები, დედა ბუდიანად წყდებოდნენ. ოღონ აი დღეს შემდგარიყავი აქ და ქართულ ენაზე ღმერთი გედიდები. და ეს ცით რას ნიშნავს? ვისაც ქრისტეს მაძიებლობის წყურვილი არ აქვს, ვისაც ჩვენს დედა ეკლესიაში დგომის სურვილი და ღვთის დიდების და ძიების სურვილი არ აქვს, ეს მათ ღვაწლსაც ვერ აფასებს. იქნებოდი სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი, არც ერთ ღმერთი არ აგწამს.
სულ ერთი არ არის პრინციპში, როცა ადამიანი ურწმუნოა, აი რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს ქრისტიანული იქნება, სხვა აღსარებლობის იქნება, ან რა ენაზე ილაპარაკებს, წმენა არა გვაქვს და რა მნიშვნელობა აქვს, როგორი რელიგია იქნებოდა. ზნეობრივ ნორმებს საერთოდ კარგავთ და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა აღარაფერს და როცა ასეთი ხდება ქართველი კაცი, აბა ეს ქართველიც აღარ არის იმ სიტყვის გაგებით, იმ ქართველობის იმ გაგებით, რა გაგებითაც გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მერჩულე, ილია მართალი გვაწვდიდა და რომელი გაგებაც საქართველოსი და ქართველობისა ქონდა ჩვენ წინაპრებს. მაგრამ თუ ჩვენ მაინც დავჭით საქართველოში ის ერთი მუჭა ადამიანები მაინც ეს გვაინტერესებს და ძვირფასია და რომლებმაც ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ სწორედ ქრისტეს სასარგებლოდ, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ხედავდნენ ისინი თავიანთ რწმენას, ის ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ აქ ვდგავართ. როგორ ხედავდნენ? ჩვენ ხო ხშირად ესე ვხედავთ ჩვენ სარწმუნოებას, ოღონდ მე ვიყო კარგად, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი შვილიშვილები, ემად რამე არ დამემართოს, ემად რამე არ შემხვდეს, ღმერთო მიშველე და აგვიფარე და ასე შემდეგ. ხო, არა, ამაში თითქოს ცუდი რა არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად ამ ჩვენი რწმენა ამის იქით არ მიდის, არ ვრცელდება, ეგოისტურია, ინდივიდუალისტურია. ეს საჩანს, ეს ჩანს იქიდან რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. იმიტომ რომ თუ მართლა ქრისტეს მიერ ვდგავარ აქ, საკმარისია შენ შემეხო ცუდად. იმ წამსვე პირველი ინსტინქტი, რეაქცია, ის კი არ უნდა იყოს, რომ ესე მოგაფრინდე და ესე იგი შენ თავის ადგილას დაგაყენო. არამედ თუ ქრისტესი ვარ, ქრისტიანული ინსტინქტი უნდა იყოს და რა არის ქრისტიანული ინსტინქტი უთა უხერხულია, მაგრამ რაღაც გამოვხატო მინდა აზრი. რა არის ქრისტიანული ინსტინქტი? ის რაც ღმერთმა ჩადო ჩვენში და რა ჩადო ჩვენში? იმით მიხვდებიან, რომ ჩემები ხართ, თუ კი გეყვარებათ ერთმანეთი. ისინი კიდე, რომლებიც ხშირად წაგებულ ომში შედიოდნენ, 300 არაგველი გამახსენდა. ნებისმიერი ომი თავგანწირვა, როცა წაგებულ ომში და თლიანად შედიოდნენ და მერე დაც როკვდებოდა და დედაც როკვდებოდა და გავიაზროთ უბრალოდ ეს. კითხულობდნენ, ისინი ლოცულობდნენ, იმათ ესმოდათ იგივე მსახურების დროს, რაც ჩვენ გვესმის, ისინი ეზიარებოდნენ ისევე კარგულად, როგორც ჩვენ ვეზიარებით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ისინი სახარებას უკითხულობდნენ, ისინი იღებდნენ ამ სახარებას საკუთარი თავისთვის და არა ისე ზოგადად, აი თურმე რა წერია სახარებაში. და რა წერია სახარებაში? პირველი სიტყვები რაც არის იოანეს სახარებაში, რაც დღეს წავიკითხე. ამას გამცნებ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთობას. ამის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს, არ ჩვენ რელიგიურობას, არ ჩვენ ზიარებას, არ ჩვენ ლოცვას. ეს არის ილუსტრაცია ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი შინაგანი სამყაროს. ქრისტიანმა იცის, რომ ამ სოფელში ჩვენ არ ვუყვარვართ. ოღონდ ამ სოფელში მეზობელს კი არ გულისხმობს. ამ სოფელში გულისხმობს ამ სოფლის სულს, რომელიც ჩემში შინაგანად მე თვითონ მებრძვის. ეშმაკთან წილნაყარს, დაცემულ ბუნებასთან თანამშრომელ ამასოფლის სულს, რომელიც აი სამი ჩემი დაცემული ბუნება თავისი მიდრეკილებებით, უკეთური ნებით, ეშმაკის ნება ასევე და ეს ყველაფერი ერთმანეთთან ესე შეზავებული და გავრცელებული უკვე ფესვებ გამდგარი ეს ყველაფერი ამ სამყაროში და ეს ყველაფერი ერთად შეკრული ისევ ჩემს გადაწყვეტილებას ვიყო ქრისტესთან, ამასთან იბრძვის. და უნდა ვიცოდეთ, რომ ამასოფლის სულს ძულს ქრისტე, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი რომ მოვიდა, განაგდო თავისი ცხოვრების ყოფის ცენტრიდან, ანუ იერუსალიმიდან განაგდო შორს გალავნის გარეთ და მოიძულა ასე ამგვარად და მოკლა. და ამას აკეთებს დღემდე ებრძვის ჭეშმარიტ ქრისტიანობას ყოველთვის ამასოფლის სული. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, აუცილებლად იგრძნობ ამ წნეხს. ეკლესია თუ ჭეშმარიტად ქრისტეს ერთგულებით ცხოვრობს, აუცილებლად იგრძნობს ამ წნეხს და თუ ერი ქრისტიანულად ცხოვრობს, ეს ერიც აუცილებლად იგრძნობს ამ წნეხს. ან ცხოვრობს ქრისტიანულად, ან პოტენციაში აქვს ის, რომ შეუძლია იცხოვროს. გესმით, ესეც არის, ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ ახლა არ ვარგევართ როგორც ქრისტიანები, მაგრამ რისი იმედი გვაქვს და რატო გვებრძვის მაინც ეშმაკი, ხო? იმიტომ კი არა, რომ კარგები ვარ და გრიგოლ ხანძთელის დონეზე ვარ, ან იოსების სიკასტის და არამედ იმიტომ, რომ ღმერთი ხედავს პოტენციაში ჩვენ შეიძლება ვიყოთ კარგები, ჩვენ შეიძლება მართლა შევიყვაროთ უფალი იესო ქრისტე და ამიტომ გვერდვის, ამიტომ შენ შეიძლება ჯერ არ ახარ რეალიზებული ღვთისშვილი, მაგრამ მაინც გებრძოდეს. ანუ ცოდვებში იყო და მაინც გებრძოდეს, იმიტომ რომ ეშმაკი ხედავს პოტენციას, რომელიც შენში არსებობს, ღვთისაგან ჩადებული. უკვე თუ სოფელი გძულობს, თქვენ უწყოდეთ რამე თუ პირველად მე მომიძულა. ამიტომ ქრისტიანს არ უკვირს ამას სოფლის სიძულვილი და თუ გლობალურად შევხედავთ, აი თუ შევხედავთ როგორც ეკლესიას იგივე ჩვენთან, როგორ ებრძვიან.
როგორ ებრძვის ეს ლიბერალიზმის საშინელი სული ეკლესიას? ხა ვიღაცა იტყვის, რომ ჩვენ რაღაცები გვჭირს უკეთურებანი და ამიტომაც. შეიძლება მაგიტომაც ღვთისდაშვებით, ღვთისგანგებულებით, რომ გამოვხიზლდეთ და მეტად ვიცხოვროთ სიწმინდეში, რომ მეტად გაუძლოთ ამ შემოტევას. მეორე მხრივ ეს შემოტევა და ბრძოლა არის არა მარტო გარედან, არამედ შიგნიდანაც. ამიტომ ეკლესიას მტერი ებრძვის გარედანაც, შიგნიდანაც და რა თქმა უნდა შიგნიდან ბრძოლა უფრო მტკივნეული და საშიშიც არის. მაგრამ ჩვენ უნდა გაუმკლავდეთ გარედან და შიგნიდან შემოსულ მტერსაც და გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა არის იმიტომ, რომ ქრისტე მოიძულა პირველად და თუ ქრისტეს იხარ შენთანაც ასე იქნება. უკეთ სოფლის საგანი იყვენით, სოფელიცა თვისთა ყვარობდა. რატომ არის, რომ ადამიანები ხშირად სოფხედელობას იცვლიან? რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება ეს, რომ ამას სოფლის სულმა კარგად ჩაიკრას, კარგად ჩაიხუტოს. ადამიანი ღალატობს მუდამ ქრისტეს, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი, რომელიც ქრისტესათვის სათნო არ არის, რომელიც ღვთისნების საწინააღმდეგოა. რამდენი ხდება ასე? ნებისმიერი გარიგება ღვთისნების საწინააღმდეგო ნებასთან არის სატანიზმის ამგვარი თუ იმგვარი გამოვლინება. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. რაც ღვთისნებასთან თანხმობაში არ არის და იმას გაურიგდები, იმიტომ რომ შენ ესე გაწყობს, აი ეს პრინციპი, რომ შენ იმიტომ გძულობ სოფელი, რომ პირველად მე მომიძულა, შენთან ეს არ მუშაობს. არაფერსაც არ მოგიზულებს ეს სოფელი. პირიქით მეგობრები და მისი ერთგული ხარ. და უკეთ სოფლისაგან იყვენით, სოფელისათვისა ყვარობდა და გინდა რომ ამ სოფელს უყვარდე. გინდა რომ ამ სოფელმა ხელის გულზე გატაროს და მზათა ხარ, რომ ყველაფერი გაიღო ამისათვის მათ შორის შენი ქრისტესადმი ერთგულება. ამას ჩვენ ეს ადამიანური სისუსტეც არის, რა თქმა უნდა, აბა ამ კაცს არ ვიცნობო, როგორ რა თქმეინა პეტრეს. რა თქმეინა ამ კაცს არ ვიცნობო. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არსებობს სინანული და ღმერთი იწირავს ჩვენ სინანულს, მაგრამ სინანულს თავისი დრო აქვს, სანამ ხორცში და სინანულის კი არ არის, რაც იუდას დაემართა ეს რავქენი ღირსება შეურაცხყოფილად რო იგრძნო თავი, არამედ სინანული როცა ხედავს საკუთარ თავს და ქრისტესკენ ისწრაფი და არა ისე რომ ხედავს საკუთარ თავს და არსად არის სწრაფი. ეს უკვე დასაწყისია ჯოჯოხეთის. რამე თუ არა სოფლისაგანი ხართ თქვენ. აი გეუბნება და რა არის ახლა ამაში ცუდი. პირიქით არ არის, ჩვენ ხო მარადიული სიცოცხლის დამკვიდრება გვინდა, ხო? ან ჩვენ გვინდა რომ გარდავიცვალოთ სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ამიტომ ეს სიტყვები ცოტა სხვა კონტექსტშია ნათქვამი. ამ სოფლისაგანი არ ახარ თქვენ. არამედ მე გამოგირჩიეთ, ქრისტე გეუბნება, მე გამოგირჩიეთ თქვენ. აკარგია ხო გამომირჩია. ამ სოფლის არა ვარ. ესე იგი მარადისობის მოქალაქე ვარ. მე უკვე ზეცაში ვარ ქრისტესთან ერთად, იმიტომ რომ ეკლესიის ორგანული ნაწილი ვარ, მაგრამ სხვა კონტექსტში იმიტომ არის ეს ნათქვამი და არა თქვა როგორც ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში. მაჟორულ ტონალობაში შეიძლება სიტყვას, აქ სხვა კონტექსტში, იმიტომ რომ მე აგზელებს ამისთვის, რომ ეს გაგიკეთეთ მე თქვენ, ზულთ თქვენ სოფელსა. ნახეთ, რა ფას ვიხდით. ღმერთმა რომ გამოგირჩია, ამას სოფლის სულმა მოგიძულა. ჩვენი ნათლობა ესე არ იწყება? სანამ მოვინათლები, რას ვაკეთეთ? ფუი ეშმაკს. არ ვამბობთ ამას? ამას სოფლის სულს ვემიჯნებით, ჩამოთვლით რაღაცეებს და ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს, ცოდვას და მე ვაფურთხებთ კიდევაც ამ ცოდების უკან მდგომ პერსონას, საშინელ დაცემულ ქერუბიმს. ეს ბრძოლა ხო არის და ეს ნამდვილია ძმებოდადებო. ეს რაღაცა ქიმერა კი არ არის, რაღაც გამოგონილი კი არ არის, მეტაფორა კი არ არის, ეს არის ნამდვილი. უკეთ თუ მე მდევნეს თქვენს გდევნენ. უკეთ თუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, თქვენისა დაიმარხნეს. აი საქართველოში ეკლესია რა შემთხვევაში იქნება მეტნაკლებად კომფორტულად, მოდი ესე ვთქვათ, ფუფუნებაში ასე ვთქვათ. სანამ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ქრისტეს იწყნარებს, სადაც ჩემ სიტყვას დაიმარხავენ, თქვენსასაც დაიმარხავენ. და რა თქმა უნდა, ჩვენ რადგან სახელმწიფო პოლიტიკურად და ეკლესიურად ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ჩვენ არა მარტო ეკლესიის წევრნი ვართ, არამედ ჩვენი სამშობლოს და სახელმწიფოს წევრნი ვართ, რადგან ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და იმათი შვილები და ჯერ კიდევ რომლებიც არ არიან გაქრისტიანებულები და ჩვენ მათი გაქრისტიანების იმედი გვაქვს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტად და მეტად გავრცელდეს ღვთის სიტყვა, რომ მეტი და მეტი ადამიანი გადარჩეს მარადიული სიცოცხლისათვის. არამედ ესე ყოველი გიყონ თქვენ, ანუ მე თუ მძულვად მომიძულებენ, თუ არა და თქვენ სიტყვასაც მიიღებენ და ყველაფერი ეს იქნება ჩემი სახელით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმაზე მუშაობს, ვინც ქრისტეს მიერ ცხოვრობს. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ ადამიანი რელიგიურად ცხოვრობს და ვიღაცა სამრევლოში ან მეზობელში ვიღაცასთან ჯახი მოზდის. და ჯახი მოზდის არა ქრისტესთვის, არამედ თავისი ეგოიზმისთვის. მე რო ქრისტიანი ხარ, შენი ეგოიზმი არსად არ წასულა და შეიძლება ეგოისტურად დაეჯახო ვიღაცას. ან სამრევლოში, ან მეზობელს, ან ქუჩაში, სადღაც ან ვიღაცას. და შეიძლება გქონდეს ეს, აი მე ქრისტიანი რო ვარ, იმიტომ ვიდევნები. არა.
ქრისტიანი რო ხარ, იმიტომ არ იდევნები, ეგოისტი რო ხარ, იმიტომ იდევნები, იმიტომ რომ ეს ამ სოფელს ეგოისტიც არ უყვარს, არც მანიაკი არ უყვარს, არც მკვლელი არ უყვარს. გესმით? ხო, არსებობს რაღაც სამართლებრივი ნორმები და სოციალური ზნეობა არსებობს. და თუ ამის გამო ამას პეტრე მოციქული ამაზე საუბრობს, როცა შე რაღაცას აშავებ და მაგისთვის ისჯები, ეს არაფერს არ ნიშნავს. შენ როცა არაფერს აშავებ და ქრისტეს ერთგული რო ხარ და ეს ნიშნავს რომ შენი მტერიც კი რო გიყვარს და მაინც რო გდევნიან, აი მაშინ ახარ რო გვირგვინს იდგავ მოწამეობრებს. და ეს კიდე ჩვენ ხო ვიცით როგორი რთულია. ამ დროს ის ვინც გეჭუბება ისიც უნდა გიყვარდეს. აბა, უკეთ თუ არა მოვეთ და ვეტყოდი მათ, ცოდვაც არა აქონდა, ხოლო აც მიზეზი არა აქვს ცოდვათა მათთვის. ჩვენ ვერ ვიმართლებთ თავს, რაღაც არ ვიცით, ვერ ვიმართლებთ, ყველაფერი ვიცით ძმებოდადები. ყველაფერი ვიცით, რა ჩვენი გადარჩენისათვის საჭიროა. განსაცვიფრებელი ცოდნა გვაქვს. ჩვენ ისეთი ცოდნა გვაქვს, ამ ცოდნას თუ გავყვებით, სიცოცხლეში გავიცნობთ galaktikების შემოქმედს. მასთან პირისპირ წავსდგები და მასთან პიროვნული ურთიერთობა გვექნება. ყველაფერი ვიცით. ამიტომ თუ ვინმე ზურგს აქცევს უფალს, ეს მხოლოდ მისი ბრალია. ყველაფერი იცის ყველა. და თუ რამე არ იცის, მხოლოდ იმიტომ არ იცის, რომ არ უნდა რომ გაიგოს. ამიტომაც ჩვენ ცოდვებს მიზეზი აქვს, ჩვენ არ გვინდა ღმერთი და არა სხვა რა. რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის ცემელი, რომელიმე მოვავლინო თქვენ და მამისა ჩემის ამიერ, სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩვენთვის. ჩვენში რომ ქრისტე ღმერთია და რომ მას უნდა უერთგულოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამავე დროს. არა მარტო ის, რომ ქრისტე ღმერთია, არამედ რა უნდა მას. კიდევ ვიმეორებ, არა მარტო ის, რომ ქრისტე ღმერთია, რომელიც წმენაც გვაქვს, არამედ მისი ნება რა არის. რა უნდა მას ჩემგან ჩვენ ესეც ვიცი, იმიტომ რომ ჩვენში მოწმობს ყოვლადწმინდა სამება ღმერთის მესამე ჰიპოსტასი, მესამე პირი სულიწმინდა, რომელიც აქ ნუგეშინის ცემლად იწოდება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმე რამე არ იცის მხოლოდ განუწმენდავი გულის გამო, რომელიც ძირითადად განუწმენდავი რჩება ქვენა გრძნობების, ეკლესიაში როგორც წესი ნაკლებია ქვენა გრძნობებს აყოლილი ადამიანი, იმიტომ რომ ებრძვიან უნებებს, მაგრამ აი მეორე რის გამოც გული არ იწმინდება, იმას ძალიან ნაკლებად ებრძვიან. ეს არის სიამაყე, ეს არის ამპარტავნება, ეს არის პატივმოყვარეობა, ეს არის ეგოიზმი, ეს არის მრისხანება, ეს არის უსიყვარულობა. ამას ნაკლებად ებრძვიან. შეიძლება ვიღაცამ ცოდვა არ ჩაიდინოს ხორციელი, შეიძლება ვიღაცამ მარხვაც კი არ დაარღვიოს, არ დათვრეს და ასე შემდეგ, მაგრამ აი იმ რაც ჩამოვთვალე, იმას ნაკლებად ებრძვიან, იმიტომ რომ ვერ წხედავენ, უყვართ კიდევაც უფრო მეტად, ამიტომ გული არ განიწმინდება. და რადგან გული არ განიწმინდება, სულიწმინდა ღმერთს არ ვაძლევთ ჩვენ საშუალებას ჩვენში დაამოწმოს ქრისტეს ღმერთობის უტყუარობა ისეთი, რომ ესე იგი თვალდახუჭული ბრმად გავყვე მას და ჯეროდეს ბოლომდე ქრისტესი და ამავე დროს ჩემთვის დახურული ხდება მისი ნება და მისი სიბრძნე ჩემთვის არ არის განცხადებული და ღვთის სიბრძნით, ღვთის სიმშვიდით და საღვთო ძლიერებით, რომელმაც თქვა რომ ნუგეშინია თეოდორე მემიძლევია ეს სოფელი, ასე ვერ მოქმედებ, იმიტომ რომ სულიწმინდა ღმერთს არ ვაძლევს საშუალებას დამიმოწმოს ამ ყველაფრის უტყუარობა და ჭეშმარიტება და ძალმოსილება, იმიტომ რომ მე თუ ღვთისშვილი ვარ, ღვთისშვილობა ნიშნავს ჩემს ძალმოსილებას, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ მოგვცა ხელმწიფება, ანუ ძალაუფლება ვიყოთ ღვთისშვილები, ძალაუფლება. ეს რა ძალაუფლებაა, იცით? ეშმაკი შენს ფეხ ქვეშ განერთხობა და ვერაფერს ვერ გიზავს. გესმით? აი ეს არის. ვერანაირი ვნება, ვერანაირი ცოდვა, თვით სიკვდილიც კი კისერი რო გამოგჭრან ვერ დაგამარცხებს, ვერ გაგტეხს, ქრისტეზე უარს არ ვერ გათქმეინებს, იმიტომ რომ შენ დაამარცხე ყველა ეს უკეთური ძალა, შენი იმ ძლიერებით, რომელიც ძლიერებაც შენში ქრისტეს მყოფობაა, მაგრამ თუ ეს მოწმობა ვერ იგზენი და ვერ განიცადე, რომელსაც სულიწმინდა გაძლევს, ეს ნიშნავს იმას, რომ დამარცხდები ყველგან, თან დამარცხდები ისე, რომ თავი შეიძლება არც კი გეგონოს დამარცხებული, ანუ სინანული შესაძლებლობაც კი არ გექნება და ეს ყველაფერი კიდე ხდება, იმიტომ რომ განუწმენდავი გული გვაქვს ჩვენი სიამაყის, ამპარტავნების, ეგოიზმის და ასე ზოგ შემთხვევაში მძიმე ხორციელი ცოდვების გამოც კი. როცა ჩვენში ამოწმებს სულიწმინდა, ჩვენ კიდე ერთი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს და თქვენცა მოწამე ხართ. ანუ არა მარტო სულიწმინდა ღმერთია ჩემში, რომელიც ამოწმებს ქრისტეს ღმერთობას და ღვთისნებას განმიცხადებს, არამედ მეც თანამშრომლობ რა სულიწმინდა ღმერთთან,
მეც მოწმე ვარ სხვების წინაშე, რომელთა გულით ჯერ დახურულია სული წმინდა ღმერთისთვის, მე მათთან ვარ მოწმე და მათ ვაგებინებ სარწმუნოების ჭეშმარიტებას, ქრისტეს ღმერთობას, ოღონ ამ სიტყვას მადლი უნდა ახლდეს, იმიტომ რომ ეს გულიდან უნდა მოდიოდეს, რომელ გულშიც სული წმინდა ღმერთი გიებს და აი ეს ვალდებულება, რომ თქვენც მოწმე ხართ, ჩემი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ეს მოწმეობა არა მარტო სიტყვით, არამედ ცხოვრების წესით არის, რომ აი როგორც ეს 9 ძმა ხერხეულიძე და მათი და დედა რო ყვდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვკვდეთ და დავიცვათ ჩვენი რწმენა და ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ცხოვრების წესით, სიტყვით, ადამიანებთან ურთიერთობით და ასე შემდეგ. საოცარ ამას გვეუბნება მე კიდე რამე თუ, რატო ხარ ჩემი მოწმე, ქრისტე გეუბნება, გიყურებ სამყარო შემოქმედი, შენთვის მომკვდარი და გეუბნება, იცი რატო ხარ ჩემი მოწმე? იმიტომ რომ დასაბამიდგან შენ ჩემთან. ანუ მე სამყარო ჯერ შექმნილი რო არ მქონდა თეოდორე მანამდე გიცნობდი შენ, მანამდე მიყვარდი შენ. მე ვიცოდი რომ შენ შესწოდავდი, მე ვიცოდი რომ შენ უღმერთო გარემოში აღიზრდებოდი, უღმერთოდ იცხოვრებდი, მე ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცოდი რომ შენ გადაგარჩენდი, გამოგიხსნდი, შენ გულს შევეხებოდი, შენ ამაზე რეაგირება გექნებოდა და გამომყვებოდი. გესმით რას გვეუბნება ღმერთი? გალაქტიკების შემოქმედი, დასაბამიდგან ჩემთან იყავი? და როგორ შეიძლება ღმერთს უღალატო, რომელიც ამას გეუბნება, რომელიც დასაბამიდან შენ ჩემთან იყავი, გესმით? და ხო იყავი, მაგრამ შენ თუ არ გინდა შეგიძლია წახვიდე. გესმით? აი ესა. და რა საშინელებაა, როცა აი ამის მერე შეტრიალდები და წახვალ და წახვალ არა დეკლარირებულა. ზოგი კი ეკლესიიდან რამდენი წასულა, ხო არ მინდა და წავა, მაგრამ აქ რო ხარ და თან რო არა ხარ, ეს რა კატასტროფაა. აქ რო ხარ და აქ რო არა ხარ. ამას გეტყოდეთ თქვენ, რათა არა დაბრკოლდეთ. კრებულისაგან განგასხენ თქვენ, ისე ეს მთლიანად საქართველოს ეხება, ხო? ქართველებს ვაქვთ, გულუყვილო ქართველებს. ილუზია ერთი, ნომერი პირველი, რომ მეგობრები ყავს სოფლიოში და ილუზია მეორე, რომ რატო არ უყვარვართ არავის და გეგონება რომ უნდა ყვარებოდი. არავის არ ეყვარები არასოდეს. არც უნდა ეძებო ვინმე სიყვარული. შენ უნდა ეძებო ქრისტეს ერთგულება და ქრისტესადმი ერთგულება და ქრისტესადმი სიყვარული საკუთარ თავში. ეს არის ჩვენი იარაღი, ინსტრუმენტი, ჩვენ სხვა გადარჩენის სხვა იარაღი არ გვაქვს, როგორც სახელმწიფოს. მარადის ბრძოლა ძალიან საინტერესოა. ვინც არიცით, წაიკითხეთ მარადის ბრძოლა. მარადის ბრძოლაში ჩვენი არა მარტო პლუსი ჩანს, არამედ ქართველების მინუსი ჩანს. მარადის ბრძოლა, რომელიც ვაჟკაცობის, გმირობის აპოგეა რო ნახავ, როგორ იბრძოლეს ქართველებმა, აი ამაზე ფილმი უნდა გადაიღონ, პირველი შეტაკება როგორი იყო და ეს უნდა აჩვენონ ჩვენ ბავშვებს. ამას უნდა ვაკეთებდეთ. მაგრამ ამავე დროს იქ არის ისეთი მინუსები ქართული ხასიათისა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ჩვენი ამ ბრძოლის წაგება. ამ ომის წაგება. და ამ კუთხითაც საინტერესოა. ისტორიაში აი უნდა სკოლაში ბავშვებს ასწავლდნენ მარადის ბრძოლის მაგალითზე, ქართველების პლუსას და ქართველების მინუსას და პლუსით ვამაყობდეთ კაი გაგები და მინუს ვასწორებდეთ, რომელიც ეს ყველაფერი პლუსი და მინუსი ჩვენში დღესაც არის. ხო და აი ეს განწყობები იკვებება, კარგი განწყობები იკვებება ქრისტეთი, ხოლო ცუდი ქრისტეს საწინააღმდეგოა და ჩვენ ამაზე უნდა ვმუშაობდეთ, საკუთარ თავზე უნდა ვმუშაობდეთ. გვახსოვდეს რომ ჩვენს გარშემო პოლიტიკურად და დიპლომატიურად რა თქმა უნდა მოვძებნოთ, მაგრამ ეს ხო ნამდვილი არ არის. ნამდვილი ერთადერთია ქრისტეს ვუერთგულოთ ყველა დონეზე, სახელმწიფოს დონეზე, განათლების სისტემის დონეზე, უბრალო ხალხის დონეზე, ყველა სფეროში და რა თქმა უნდა მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ ეკლესია მთლიანად, თორე მოვალს ჟამი, რათა ყოველმან რომელმან მოგწყვიტეს თქვენ გონებდნენ ვითარმე მსხვერპლი შეწირა ღმერთსა. ისეთი სიძულვილი იქნება ქრისტეს მიმართ და ეს პროცესი კი არ შეჩერდება ხალხო, ეს პროცესი ქრისტესადმი სიძულვილი, ღმერთის ქმნილებისადმი სიძულვილი ძალას იკრებს. ჩვენ გვინდა უბრალოდ ლოკალურად ცოტა ხანი აქ მაინც გადავრჩეთ, მაგრამ სოფლიო მასშტაბით იკრებს და იკრებს ეს ძალას, ეს სიძულვილი და ინდონეზე მივა სიძულვილი, რომ სინდისი არ გაუტოკვდებათ, ისე გაანადგურებენ ქრისტიანობას. თუ ამის შესაძლებლობა მიეცემათ, იმიტომ რომ ეგონებათ, რომ სიმართლეს იქმნიან, ამას ნიშნავს ეგონებათო მსხვერპლი შეწირესო ღმერთსო, ანუ ღმერთის სათნო საქმეს აკეთებენო. აი ამ სოფელში ამგვარ განწყობაში გვიწევს ჩვენ ყოფობა. გესმით? აი ამგვარ სიძულვილით ახსავსე ყოფ სამყაროში.
და ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ქრისტეა, თუ ჩვენ გვინდა გადავრჩეთ როგორც პოტენციური ღვთისშვილები. ხოლო თუ ჩვენ გვინდა გადავრჩეთ როგორც ბიოლოგიური ინდივიდები და გვინდა რომ ამას სოფლის სულს და ექვს მაგ შევეკრათ, გარანტირებულად 100 წელიწადში ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ინდივიდი ამას სოფლის სულთან შეკრული და ეშმაკთან ჩახუტებული 100 წელიც რომ იცოცხლოს, ბოლოს გარდაიცვლება, მიწაში გაიხსნება, 3 კილო ძულად დარჩება, ხოლო სული წარსდგება ღვთის წინაშე როგორც მოღალატე და დაიმკვიდრებს მარადიულ წარსაწყმედეს ანუ ჯოჯოხეთს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. ყველა ადამიანი და ჩვენ ხა ჩვენი სამშობლოსთვის ვლოცულობთ, ჩვენი სამშობლო და ყოველი მკვიდრი ჩვენი სამშობლოსი. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.